მნიშვნელოვანი საკითხია. თან ერთი მხრივ მიხარია, რომ ცოტანი ვართ. მიხარია რატო ამბობ, რომ უფრო შვიდია ხოლმე საუბარი და უფრო სიღრმისეული და მეორე მხრივ ბუნებრივია დღეს რომ ცოტანი ვართ, იმიტომ რომ საფლავებზე არიან ხოლმე ხალხი გასული და ისედაც დღევანდელი დღისთვის ბევრი ვართ. იმიტომ რომ უფრო ცოტანი არიან ხოლმე სხვა დღეს. და თუმცა ძველ საკვირაო სკოლაში აი ამდენი რო ვიყავით ხოლმე ითვლებოდა რომ ძალიან ბევრი ვიყავით. ფაქტიურად ამდენი რო ვიყავით ვეღარ ეტეოდა ხოლმე. 60 ბავშვს რო გადააჭარბებდა უკვე ძალიან რთული იყო, იქ მშობლები ემატებოდა და ახლა დაახლოებით 70, აი 72 ვართ, ორით შემოგემატათ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის გადასაწყვეტი. აი ჩვენ ახლა აღდგომის დღეებში ვართ, ხო? ეს წინვალე შვიდეული ითვლება, რომ ესეც აღდგომის დღეებია, ერთი კვირის განმავლობაში. და საერთოდაც აღდგომიდან 39 დღის ჩათვლით, მე-40 დღე არის ამაღლება. კიდევ ერთი საუფლო დღესასწაული და 39 დღეს აღდგომიდან არის ხოლმე წარგზავნა. წარგზავნა რას ნიშნავს? საეკლესიო ტერმინია და გაცილებას ნიშნავს. ანუ წარიგზავნება ხდება გაცილება ამა თუ იმ დღესასწაულისა. ყველა საუფლო დღესასწაულს აქვს თავისი წარგზავნა და წარგზავნამდე ეხლა მაგალითად სტუმარი რომ მოდის, სანამ გააცილებს, სტუმარი ხო შენთან არის. ხო და აღდგომის დღეებიც ესე, სანამ გააცილებ ამ დღესასწაულს, ესე იგი აღდგომის დღეებია. აი ამ დღესასწაულის დღეები დგას. მაგრამ ხო შეიძლება მოხდეს ისე რომ აღდგომის დღეები იყოს, მაგრამ ადამიანს სიხარული არ ქონდეს. შეიძლება ესეთი რამე მოხდეს თუ არ შეიძლება. აი რეალურად რო დავფიქრდეთ. შეიძლება ან ყველას ერთნაირად აქვს სიხარული? შეიძლება ყველას ერთნაირად უხაროდეს? შეიძლება. აი მაგალითად რაიმე დღესასწაული, ან მოდი დაბადების დღე გაქვს თუ რაღაცა. ხო შეიძლება რაღაცა მომენტში შენ სიხარულს ვერ გრძნობდე. შეიძლება ესეთი რამე ხდება, რომ აი თუნდაც აღდგომად გეხო ყველაზე დიდია, მაგრამ აქაც კი შეიძლება აღდგომის სიხარული გულში არ ქონდეს ადამიანს. ან ადამიანებს სხვადასხვა ესე იგი სხვადასხვანაირი სიხარული ქონდეს, ზოგს უფრო მეტი დიდი სიხარული ქონდეს, ზოგს უფრო ნაკლები სიხარული. და რაზეა ნეტა ეს დამოკიდებული? თქვენი აზრით, აი რაზეა დამოკიდებული, რომ ზოგს მეტად უხარია და ზოგს ნაკლებად. ზოგი მეტად შეიგრძნობს ამ სიხარულს, ზოგი ნაკლებად შეიგრძნობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და რატომ? რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი? შეიძლება აღდგომის დღესასწაული იყოს, მაგრამ ადამიანს არ გიხაროდეს და მე რა რო აღდგომის დღესასწაულია, შენს გულამდე თუ არ მოვიდა. გესმით მაგას ვამბობ. შეიძლება მთელ ქვეყანას უხაროდეს, მაგრამ ვიღაცას არ უხაროდეს. და რა მიზეზი რა შეიძლება იყოს? რას თქვია შენ? რატო? ვისაც ღმერთის არ სწავს. არა, შეიძლება სწამდეს. ანუ კი ბატონო, ვისაც ღმერთის არ სწავს, ეს საფრთხო დღესასწაულისგან შეიძლება სიხარული ვერ მიიღოს, მაგრამ ეხლა მე იცი ვიზე ვამბობ, აი ჩვენზე. დავუშვათ აი ამ შემთხვევაში ამ 70 ადამიანზე. ყველას ერთნაირი სიხარული არ ექნება გულში. რატო მიზეზი რა შეიძლება იყოს? აი მაგალითად დავუშვათ, მოდი ესეთი რამ მოვიყვანოთ, რომ დავუშვათ არის რომელიღაცა მუსიკა, რომელიც ადამიანებს სიამონებას ანიჭებს. და თუ ჩვენ ყურთასმენას დავკარგავთ, ეს მუსიკა ისევ მოგვანიჭებს იმ სიამონებას? არ მოგვანიჭებს. აი მაგალითად ადრე მე მოგიყევით, რაღაცა დამემართა სახე ისე გამიცივდა, რომ ნახევარ მხარეს საერთოდ აი გემოს ვერ ვგრძნობდი. ხო არის რომ დავუშვათ ადამიანს ისეთი რამე ემართება, რომ პირის გემოს ვერ გრძნობს. ახლა ხო იყო ამ ბოლო წლებში
კოვიდი რო იყო, ადამიანები ცონს ვერ გძნობდნენ, ზოგი გემოსაც ვერ გძნობდა. იყო ესეთი რაღაც, მე მაგალითად ცონს ვერ გძნობდი, გემოს ხრი არ ქონდა პრობლემა. თავშეთ აი კარგი სურნელოვანი ყვავილი რომ მოეტანა, ვინმეს ეჩუქებინა და შენ თუ ამის სურნელს ვერ გძნობ, არაფერი სიამოვნებას იქიდან ვერ მიიღებდი. ვიღაცა პირის გემოს ვერ გძნობდა და დაუშვათ ყველაზე საყვარელი საკვებიც რომ მიეღო, მაინც ვერ იგძნობდა იმის გემოს. სულ ერთი იქნებოდა, გემრიელს ჭამდა თუ უგემურს, ყველა შემთხვევაში უგემურად ეჩვენებოდა. ან მაგალითად დაუშვათ აი ადამიანს უყვარს რომ თები დაათვალიეროს, რაღაც კარგი სანახაობა ნახოს, მაგრამ თუ თვალთა ხედვა უფუჭდება, ვერც იმ მშვენიერებისგან ვერ გძნობს სიამოვნებას, ხო მართალია? ვერ იგძნობს, უბრალოდ დაზიანდა ეს თვალი და ვეღარ გძნობს. ცით რისი თქმა მინდა, ალბათ უკვე ნელ-ნელა ხვდებით, მაგრამ როდესაც ადამიანის სიხარულს ვერ შეიგრძნობს, ესე იგი პრობლემა რაშია, იცით? გულია დაზიანებული. გულია დაზიანებული და იმ სიხარულს ვერ გძნობს. გული რითი შეიძლება რომ დაზიანდეს? რითი შეიძლება ბარბარე გული რომ დაზიანდეს? იმითი რომ ვიღაცას არ უყავდეს და რამე ცუდი რომ გაუკეთოს. ცუდი რომ გაუკეთოს. კიდევ რითი შეიძლება? რა აზია? აი გულის ნეულებები რა არის? სულიერად ვამბობ. რო ატკინო გული, ხო? მაგრამ ნახე, შენ თუ ვინმეს გულს ატკენ, აი მოდი ერთ რამეს დააკვირდი. დაუშვათ შენ ვინმეს გული ატკინა. აღდგომა დღეს და აღდგომა დღე მოვიდა. ესე იგი, ვინ დაკარგავს აღდგომის სიხარულს? შენ რომელმაც გული ატკინე თუ ის ვისაც გული ატკინეს? შენ დაკარგავ. აი მაგაშია საქმე. ანუ ვისაც გული ატკინეს ის კი არა. არამედ ჩვენ რომელმაც გული ვატკინეთ. ესმით? ჩვენში არის შემოცუნცულა, რა ქვია შენ? ლიკა. ჩვენში არის სხვადასხვა ვნებებია ჩვენში. და თუ ადამიანი ეცდება რომ იმ ვნებებისაგან განიკურნოს, მისი გული უფრო მეტად შეიგრძნობს სიხარულსაც. ვნება უამრავია. მაგალითად, ვნება არის ამპარტავნებისა. რომ ადამიანს სულ უნდა რომ აქებდნენ, რაუბნეოდნენ შენ რა კარგი ხარ. მაგრამ ამპარტავანი ადამიანი ამ სიხარულს ვერ გძნობს. მოვიდა აღდგომა დღე, მაგრამ ამპარტავან კაცს არ უხარია ეს აღდგომა, ისე როგორც თამდაბალ ადამიანს უხარია. თამდაბალი ვინ არის? ვინც არ ცდილობს რომ მას აქებდნენ. ვინც არ ცდილობს თავის თავს მიაწეროს მის მიერ გაკეთებული რაიმე სიკეთე. არამედ ფიქრობს რომ ყოველი სიკეთის წყარო არის ღმერთი. თუ ჩვენში რამე სიკეთე ხდება, თუ ჩვენგან რამე სიკეთე გამოვიდა, ეს არის ღვთის დიდი წყალობა და მადლიერი იქნება ღვთისადმი. ესეთი ადამიანი განიცდის ამ სიხარულს, იმიტომ რომ თამდაბალია. და ღმერთი თამდაბალ ადამიანის გულს მოიხილავს, ანუ მადლს მიჰფენს. ესეც თვითონ გითხრა უფალმა, ეს ჩვენ კი არ მოვიგონეთ. ესე ამბობს, ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. მდაბალ ადამიანს მადლს მიანიჭებს. სადაც მადლია, იქაც სიხარულია. კიდე რა ვნება შეიძლება ადამიანში იყოს მაგალითისთვის. ცოტა უფროსებით შეგიძლიათ ჩაერთოთ. გერიდებათ თუ როგორ არის საქმე? გერიდებათ თუ არ იცით? ეხლა ერთ იტყვის როგორ არ ვიციო და მერე იტყვის. კიდე რა ვნება შეიძლება ადამიანში არსებობდეს? რა ვნება? ეგოისტობა. რა არის ეგოისტობა? რა არის ეგოისტობა? ეგოიზმი არის, ეგო არის მე. ეგოისტობა არის ადამიანი მარტო საკუთარ თავზე რო ფიქრობს. არც ეგოიზმით დაავადებულ ადამიანს არ ექნება ის სიხარული. იმიტომ რომ ადამიანი თუ მარტო თავის თავზე ფიქრობს, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც მისი გული არის დაავადებული, დაზიანებულია. უბრალოდ ახლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, იმას თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად შეხვდებით.
შეიძლება ყველას უხაროდეს, მაგრამ შენი გული დამძიმებული იყოს და შენ არ გიხაროდეს. რაც უფრო მეტ ზრუნავ ადამიანის სხვაზე, მით უფრო მეტი სიხარული გექნება გულში და ეს სულიერი კანონია და ეს აუცილებლად მოქმედებს. რაც უფრო მეტად ცდილობ ადამიანი შენ იყო კარგად, შენ გემოზე მოეწყო, შენ რაც სიამოვნებს მხოლოდ ისაკეთო, მერე ხვდები რომ ეს პირიქით შენ სიხარულს გართმევს. აი მაგალითად 10 ადამიანი ზრუნავდეს შენზე. ეს შენ ადამიანურ სიხარულს განიჭებს. მაგრამ შენ ზრუნავდე 10 ადამიანზე, ეს შენ სულიერ სიხარულს განიჭებს. და ეს სულიერი სიხარული გაცილებით დიდია ვიდრე ხორციელი, ვერც კი შეადარებ. არც კი შეიძლება ეს ორი რამე ერთმანეთს შეადაროს. როდესაც შენ სხვაზე ზრუნავ, სხვისთვის ირჯები. როდესაც შენ გინდა რომ შენზე ზრუნავდნენ, შენ გაგითვალისწინონ, შენი გაკეთებული საქმე დააფასონ თუ აღიარონ, ამით რაღაცნაირად ხორციელ სიხარულს განიცდი, მაგრამ ეს ხორციელი სიხარული ძალიან სწრაფ წარმავალია, ძალიან მალე ქრება. მაგრამ როდესაც შენ გინდა რომ სხვა ადამიანებზე ზრუნავდეს, სხვები გაახარო. ოღონდ სხვების დასანახად კი არა, მართლა გულით გინდოდეს რომ იმ ადამიანზე იზრუნო და გაახარო, არა? რომც ვერავინ დაგინახოს და თავად იმ ადამიანმაც არ იცოდეს რომ ეს შენ გააკეთე, შენ იზრუნე მათზე, არა? აი როგორც წმინდა ნიკოლოზი რო ზრუნავდა, რომ ჩუმად რო ეხმარება, აი რაც უფრო მეტ ადამიანზე ზრუნავდა, სიმდაბლით, თამდაბლობით და არასხების შესახებად, მით უფრო დიდი იქნება ადამიანის სიხარული და ეს არ იქნება ხორციელი სიხარული და აქედან გამომდინარე არ იქნება სწრაფ წარმავალი. არამედ ეს დიდხანს დარჩება ადამიანის გულში. და აი ეს არის მართლაც რითიც ადამიანის სიხარულს შეიგრძნობს და ის ამპარტავნება რაც თქვი, ეგოიზმი რაც თქვი, ეს გაკარგვინებს იმ სიხარულს. არის კიდევ ერთი ასეთი რაღაც. ვერცხლის მოყვარება. იგივე სხვანაირად რო ვთქვათ, ნივთების სიყვარული. ადამიანი რო ნივთებზეა მიჯაჭვული, ნივთების სიყვარულზე, ნივთების სიმრავლეზე თუ სილამაზეზე დამოკიდებული, ამ ადამიანის გულშიც ვერ აღწევს ის სიხარული. იმიტომ რომ დაზიანებულია ჩვენი გული და როგორც აი თვალია დაზიანებული და ვერ ხედავს, ვერ აღიქოს რაღაცა სილამაზეს, ისე გული ზიანდება ამ ვნებებით და ვეღარ გრძნობს იმ სიხარულს. ახლა მაგალითად აი ყოფილა რომ ადამიანს სურდო რო აქვს. რაღაცა სურნელოვანი რო ვერც იმის წონს ვერ გრძნობს. დაუშვათ ადამიანს თითითუს ტკივა, პატარა შეხებაზეც თუ თითის ტკივა, რომ შეახებს რაღაცას კი ვერ გრძნობს, რომ ეს დაფაა თუ ეს რაღაცა ქაღალდია თუ ეს ხია ვერ გრძნობს. რას გრძნობს ამ დროს? მარტო ტკივილს. ხელის შეხებაზე მარტო ტკივილს გრძნობს, ის ვერ გრძნობს რაღაცა. ხო და ამიტომაც აი ჩვენ თუ გვინდა რომ ეს სიხარული ჩვენში იყოს, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი ვნებები განიკურნოს ჩვენში. იმისათვის რომ ვნებები განიკურნოს ჩვენში, ამის გზაც მოგცა უფალმა ჩვენ. ადამიანმა ღვთისმცნებებით უნდა იცხოვროს. სახარებისეული მცნებებით. ყველაზე კარგი საშუალება, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ეს არის ქრისტეს მცნებებით იცხოვროს ადამიანმა. და ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას რომ იწყებს ადამიანი, თავარი რა არის? აბა ვის შეიძლება გახსოვდეს? თავარი რა არის ამ ქრისტეს მცნებებში? ყველაზე მთავარი რა არის, ანდრე? სიყვარული. მოდი როგორ თქვა უფალმა, რა თქვა, როგორ უნდა შეასრულო? ერთი წინადადება. ო, ახლოს ახარ. კარგია. ანუ ნახე პირველი რა თქვა? მთელი რჯული და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებაზეა ჩამოკიდებული. ეგ წერია ქართულად დამოკიდებული. და ამას ნიშნავს, იმაზეა დამოკიდებული, იმას ეყრდნობა. რა არის ეს? პირველი თქვა რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალით და გონებით. ანუ ნახე რა თქვა? მთელი გულით შეიყვარეო. ის კი არა ნახევარი, ის კი არ გითხრა რომ ნარჩენები მიუყარე ღმერთს, შენი დროისა, ენერგიისა, ძალისხმევისა თუ რაღაცა შენ არამედ მთელი ყველაფერი უფალს მიუძღვენია.
აი ჩვენ ცხოვრებაშიაც როგორ შეიძლება რომ გამოვლინდეს მაგალითად. აი რაღაც საფრთხო საქმე გასაკეთებელი. ყველაზე უფრო მეტი ენერგია და ხალისი როდის აქვს ადამიანს, რომ ადგება დილით ხო მართალია. ყველაზე მეტად დასვენებული ამ დროს არის წესით. თუ აი დილით აკეთებს საფრთხო საქმეს, ეგ ნიშნავს, რომ შენ მთელი გული უფალს მიუძღვენი. თუ დღის ბოლოს აკეთებს საფრთხო საქმეს, ეგ ნიშნავს, რომ შენ ჯერ სხვა რამე დააყენე პირველ ადგილზე და დღის ბოლოს რაც მოგრჩა დრო თუ ენერგია თუ ფხიზელი გონება, აი ამას ნარჩენებს მიუყრი ღმერთს. გესმის? ეგ უკვე ნიშნავს, რომ შენ ღვთისმსწნება იმ დღეს ვერ შეასრულე. და უფალი გეუბნება, რომ პირველი მცნება ეს არის, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, მთელი გულით, გონებით, ძალით, მთელი სულით და მეორე, ნახეთ, მსგავსი ამისი. ესე ამბობს, ამის მსგავსი მეორე მცნება. შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავით ვისი. ანუ უსურვო ადამიანს ისეთი რამე, რაც შენ გინდა რომ მან გისურვოს. დააფასო ისე, როგორც შენ გინდა რომ დაგაფასოს. გესმის? დააფასო სხვა ადამიანი ისე, გაითვალისწინო სხვა ადამიანი ისე, როგორც შენ გინდა რომ გაგითვალისწინოს, ხო? ახლა და თუ ჩვენ ჩაუკვირდებით ამ ცნებებს, ეს რთული არ არის. ზოგჯერ შეიძლება ადამიანმა თქვას, აი როგორ მოვექცე ადამიანს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცეს. ნებისმიერი ადამიანი და ჩვენ თუ თითოეული საქციელის წინ ვიფიქრებთ იმაზე, ჩვენ როგორ გვინდა რომ ეს ადამიანი მოგვექცეს, ჩვენ გვეცოდინება როგორ აღვასრულოთ ღვთისმსწნება, მაგრამ არც თუ იშვიათად რეალურობაში რაც ხდება ესე ვთქვათ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ როგორც ჩვენ გვინდოდა რომ მოგვქცეოდა, ჩვენ ვერ მოვეკეცთ ის. ვერ მოვეკეცთ ის. დავუშვათ კანფეტი უნდა გავუყო. შენ აღმოაჩენ, რომ ვერ დათმე უფრო მეტი მის სასარგებლოდ, არამედ შენს თავზეც იფიქრე. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ნახევარზე გაუყავ. გესმის? მაგრამ ნახევარზე თუ გავუყობ, ეგ ნიშნავს სამართლიანობას, კი ბატონო. მაგრამ უფრო მეტს თუ მას მისცემ, ეგ უკვე სიყვარულს ნიშნავს. და უფრო მეტს თუ შენთვის დაიტოვებ, ეგ ეგოიზმს ნიშნავს. და საერთოდ თუ არ მისცემ და მთლიანად შენ გადასასვლელ, ეგ კიდე უარეს ნიშნავს. ეგ კიდე ნიშნავს, რომ პატარა ქუცასავით მოიქცა ადამიანი. ესმით? ხო და რამდენადაც ეცდება, რომ სხვა შეიყვაროს და სხვას მოექცეს ისე, როგორც მას მოექცეოდნენ, იმდენად ცდილობს, რომ ქრისტეს ცნებებით იცხოვროს და ეგ იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ადამიანის სული იკურნება. ეხლა რა ვქნათ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ რაც არ გვინდოდა, რომ სხვისგან მიგვეღო, იმას ვაკეთებთ სხვისთვის. ესე იგი ეგ ცოდვაა ჩადენილი იქ. ცოდვას თავისი კურნება აქვს, ახსარება აქვს, აღიარებს სინანული და ახსარება. ესმით? როდესაც ნანოფ ადამიანი გააცნობიერებს შენს აქციას. თუმცა უნდა ითქვას, რომ როდესაც ჩვენ ცოდვას ჩავიდენთ, კი არ უნდა ეს რაღაცა ტრაგედიად კი არ უნდა მივიღოთ. არამედ უნდა სინანულით შევხვდეთ. თუ ამაში რამე კატასტროფას დაინახავს ადამიანი და ეს მე როგორ მომივიდა, რაღაცა თუ ეს განწყობა, ეგ ნიშნავს სინანულს კი არ, ეგ ნიშნავს ამპარტავნებას, რომ მე როგორ მომივიდა და რატო არ უნდა მოსვლა და მე ცეთი ცოდვილი ადამიანი ვარ, როგორც სხვა. და რა მოხდა თუ მე ცოდვაში ჩავარდი, გესმით? ზოგი აი ესე ძალიან მძაფრად აღიქვავს და წმინდა მამები ბრძანებენ, რომ გადამეტებული სინანული ეგ არის ამპარტავნების ნიშანი და არა სიმდაბლისა და არა სინანულისა. არამედ უნდა თქვა, მე ვცოდე უფალო, დავაშავე. მე როგორც არ მესიამოვნებოდა, ისე მოვეკეცი სხვას. ვიღაცას დავცინე თუ შემშურდა თუ მოვატყუე თუ დამენანა რაღაც თუ ასე შემდეგ, რაც ხდება ხოლმე რეალურად რაც ხდება. ხო და თუ ადამიანი ეცდება, რომ ესე იგი ქრისტეს ცნებებით იცხოვროს, ნელ-ნელა მისი სული განიკურნება და აი ამ შეკითხვასაც გაეცემა პასუხი. როდის შევიგრძნობ ჩვენ აღდგომის სიხარულს? როცა ჩვენი გული ბუნებებისაგან განიკურნება. განკურნებული და ჯანმრთელი გული უკვე სიხარულსაც შეიგრძნობს.
და მე ამ სიხარულს რო შეიგრძნობს და უფალთან ყოფნის სიხარულს რო შეიგრძნობს და ამ სიტყვებას მე ენდომება რომ არაფერმა ხელი არ შეუშალოს ამაში. ახლა ჩვენ რომ ძალიან ფართოდ გავრცელებულია ეს ტელეფონი და ეს რაღაცა ეკრანზე მიჯაჭვულობა. ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ აი ეს რაღაცები ხელს გვიშლის ნამდვილი სიხარულის მოპოვებაში. ნამდვილი სიხარულს გვაკარგვინებს ეს და ხელს გვიშლის, მაგრამ ჩვენ იქამდე ვართ მიჯაჭვული ამ ტელეფონებზე, სანამ იმ ნამდვილ სიხარულს შევიგრძნობთ. თუ საკმარისია ადამიანმა მართლა იგრძნოს ღმერთთან სწორი ურთიერთობით მიღებული სიხარული, პირიქით მოუნდება, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება დაუთმოს ყველაფერ დანარჩენ ხორციელს. იმდენი აიღოს იქიდან, რამდენიც უბრალოდ ჭირდება. გესმით, ანუ აი მაგალითისთვის ვიტყვი. დავუშვათ ადამიანმა საჭმელი ჭამა. აღარ შეა. ახლა კიდე რო იჯდეს და მთელი 4 საათი ჭამდეს საჭმელს. რა იქნება, ხო დაზიანდება. დავუშვათ ადამიანს ჭამასთან ერთად ჭირდება ძილი. გამოიძინა ადგა დილით. ისევ მიიბრუნოს ძილი და მთელი დღე ეძინოს. სწორი იქნება, ხო არ იქნება. ადამიანს ჭირდება დაბანა, დაიბანა, გასუფთავდა. ახლა რო შევიდეს და კიდე 1-4 საათი რო ბანაობდეს, სწორი იქნება, არ იქნება. ადამიანს ჭირდება ის ტელეფონიც. გამოიყენოს უნდა, მაგრამ მე თავის ადგილი მიუჩინოს და სხვა საქმე გააგრძელოს და არ უნდა აიღოს და მთელი 4 საათი ტყუილა არ უნდა ეჭიროს კიდე, გესმით? ეს აკარგინებს, სიხარულს აკარგინებს. ეს ჩვენ კი გონია რომ ამითი ვერთობით, მაგრამ ეს სინამდვილეში ადამიანს ფიტავს. ანუ მის სულს სასიცოცხლო ძალებს ართმევს. სხვადასხვა წეღან უყურებდი. ადრე მე ვაჩვენე ბავშვებს, შეიძლება თქვენც იყავით 1 წუთი მეტრი დაგინახე. რომელიღაც ქვეყანაში მოხდა მშობელ, ანუ იმდენად იყო ეს ბავშვი უკვე ამ ტელეფონზე დამოკიდებული, მშობელმა რო გამოართვა ტელეფონი. აი სახლი იყო სულ მონგრეული, თუ გახსოვთ ეს ვიდეო, სულ დალეწილი იყო ყველაფერი, იმდენად ვერ შეეგუა ეს ბავშვი ამას. ანუ მე იმის თქვა მინდა, შეიძლება ადამიანი იმ მდგომარეობამდე მივიდეს, თუ თავს ცოტა კონტროლი არ დაუწეს. იმიტომ რეალურად ეს ჩვენ კი არ გვახარებს, რეალურად ეს ჩვენ გვფიტავს და სიხარულს გვართმევს. რაოდენობით. თუნდაც ტელეფონში ეკტრო ინგლისურისგან რამენის სწავლაში. ხო, რაღაცა შეიმეცნო, ინგლისური ისწავლო თუ სხვა ნებისმიერი ენა ის რაღაცა რო შეიმეცნო, ეს თავისთავად ცხადია ჯობია. იმიტომ რომ ისწავლო ისეთი რაღაცა, რაც გამოგადგება ცხოვრებაში, ეს გაცილებით უკეთესი. მაგალითად ამასთანავ ერთი ბავშვი იყო მოსული და ვეკითხები, თქვენგან ხო არ იყო ნეტა რომელიმე? არა, თქვენგან არ იყო, ხო ეს ბავშვი არ არის დღეს. ესე იგი, რამდენი ხანი გიჭირავს მეთქი ტელეფონი? 4 საათიო მითხრა. პატარა ბავშვი იყო თან. და აი 4 საათი რო დამთავრდა. შედეგი რა გაქვს მეთქი 4 საათი რო გავიდა იმის მერე, აი რა გაქვს შედეგი? შედეგი რა აქვს? აი თქვენ რა გაქვთ ხოლმე შედეგი რო დავუშვათ გავიდა 4 საათი. ახლა მაგალითად აი ჩვენი მშობელი რო სადღაც მუშაობს, შრომობს, ხო? დავუშვათ დღის ბოლოს ხო იცის რომ ამას შედეგი მოყვება, რომ რაღაც ხელფასს აიღებს ამის სანაცვლოდ, ხო იმ შრომის სანაცვლოდ. ახლა ყოველდღე რო შეკრიბო ის 4 საათი. რამდენი საათი გამოვა? 4x20. რამდენი საათი გამოდის? 4x20. 120 საათი. 120 საათი. ახლა შენ დააკვირდი. თვის განმავლობაში 120 საათი. არის დაახლოებით 5 დღე და ღამე. 5 დღე და ღამე, ხო გამოდის? დაახლოებით ეს. წარმოიდგინეთ თვის განმავლობაში ადამიანმა 5 დღე და ღამე, აი დღეც და ღამეც გადამულად იშრომოს და ხელფასი არ მისცენ. კარგი იქნება? არა. ხო, აგრე უხელფასოდ შრომობთ თქვენ. აგრე უხელფასოდ შრომობთ თქვენ 1 და 2 თვე კი არა. აი კარგი ხანი ეგრე შრომობთ. არავინ არაფერს არ გიხდით ამაში, არც შედეგი არაფერი არ მოაქვს. თქვენ ფლანგავთ დროს, ფლანგავთ ენერგიას, ჯანმრთელობას და შედეგი არაფერი არ აქვს.
ეხლა წარმოიდგინეთ 120 საათი, ანუ მთელი თვეში 5 დღე რო იმუშაოს, მაგალითად, ვიღაცა რო კედელს აშენებს, შეატყობს რომ ის 5 დღე და ღამე რო იშრომა, კარგი, მოდი ღამე დავასვენოთ. გამოვიდა 10 დღე. ღამე ხო ძილი, აი მთელი 10 დღე იშრომა ადამიანმა და შეიძლება აი ამ ხელა შენობა ააშენოს. 10 დღე რო გადამულად იშრომოს. მაგრამ ჩვენ იმ 10 დღის შემდეგ არაფერი არ გვიჭირავს ხელში, როგორც შედეგი. 10 დღე რაღაცა სპორტში იშრომოს ადამიანმა, შედეგს დაინახავს, რაღაცა უფრო გააუმჯობეს. იგივე ხელოვნების დარგი იქნება თუ სხვანების მიერ. რაღაცა გააუმჯობეს. იგივე აჰა, რასაც ინგლისურზე რო ამბობ, რამდენი სიტყვით მეტი გეცოდინება, რამდენი წინადადება გრამატიკულად, რამდენი რაღაც წინადადებას შეიძლება ვერ აწყობდი მანამდე, ეხლა ააწყე და უკვე რაღაცას ამბობ. მაგრამ იმის შედეგი არაფერი არ არის. პირიქით. რომ არაფერი არ იყოს შედეგი, ეგ კიდე არ აუშავს. მაგრამ შედეგი არის პირიქით, მინუსებში მიდის. მინუსებში მიდის და იკარგება ბევრი საუკეთესო რამ. მოდი, მე მინდოდა აღდგომის დღეები კიდევ ერთად გაგვიარა და იმიტომ რომ მოიცადე ეს მერე ვნახოთ. აქ სურათები არ იყო? აი აბა რა ხდება აქ? მოდი ერთად განვიხილოთ. რა არის გამოსახული? ეს არის აღდგომის დილა. კვირად დილა. როდესაც მენელსაცხებლე დედები მიდიან მაცხოვრის საფლავთან და ანგელოზი ეუბნება მათ, რომ რად ეძებთო ცოცხალსო მკვდართა შორის აღდგაო არ არისო აქ. ეს მენელსაცხებლე დედები საერთოდ საოცარი ხალხი იყო, რა, ძალიან დიდი აი ვაჟკაცური თვისებები ჰქონდათ, ესე იგი და საერთოდ ადამიანს სიმამაცეს რწმენა ანიჭებს. ადამიანს რო ღმერთის იმედი აქვს, ის მეტად მამაცია. და ესენი მიდიან ქრისტეს საფლავთან, მაშინ როდესაც სხვებს ეშინიათ, რადგან ვინც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრა, იმ მათი მხრიდან საშიშროება სხვების მიმართაც არსებობს, მისი მოწაფეების მიმართ. მაგრამ ეს მენელსაცხებლე დედები არ ეპუებიან ამ მდგომარეობას და რატომ მიდიან ახლა საფლავზე? ზეღამ მკითხულობდნენ. ერთ-ერთი განმარტება ასეთი იყო, რომ მენელსაცხებლე დედების საქმიანობა რა იყო? აღმოსავლური წესით, ესე იგი ნელსაცხებლით, ანუ ძვირფასი ზეთოვანი ნელსაცხებლით შეზილავდნენ ხოლმე მიცვალებულის სხეულს და ისე გაახვევდნენ ტილოში და ისე დაკრძალავდნენ. ეხლა მაგალითად, როდესაც მოხდა ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნა, ეს ძალიან, როგორც იტყვიან, ექსტრემალურ სიტუაციაში მოხდა იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა გარდამოხსნეს ჯვრიდან. და მაშინ, როგორც ჩანს, მენელსაცხებლე დედებმა ვერ მოასწრეს, რომ თავისი საყვარელი მოძღვრის მიმართ აღესრულებინათ ის წესი და ნელსაცხებლით შეეძილათ და ასე გაეხვიათ ტილოში და საფლავად ასე დაედოთ. ამიტომაც ერთი სული აქვს, დადგეს კვირა დღე. როგორც სახარებაში წერე, ერთ შაბათი. რატო კვირა დღე? პარასკევის მერე ხო შაბათი მოდის. შაბათსაც ხო შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ, მაგრამ არა. შაბათი დღე მათთვის უქმე იყო, როგორც ჩვენთვის არის კვირა დღე. ამიტომაც ერთი სული აქვს, გავიდეს შაბათი დღე, რომ მივიდნენ მათი საყვარელი მოძღვრის საფლავთან და ის აღასრულონ, რაც დააკლეს. და აი სწორედ ამიტომ მიდიან საფლავთან და ხედავენ, რომ ის ლოდი, რომელიც იყო კართან მიგორებული და რასაც ისინი ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, რომ გადაეგორებინათ, ის ლოდი არის გადაგორებული. თან ახლა ნახეთ, ხო ამ ხელა საშიშროება, შეიძლება ისინი დახოცონ კიდეც ამის გამო, რომ საფლავთან მიდიან, ქრისტეს საფლავთან, თან იმ საფლავთან ჯარისკაცებით განან იცავენ, მაგრამ მათი ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამეა. გახსოვთ რა არის მათი ფიქრი? ვინ გადაგვიგორებს ამ ლოდს საფლავიდან?
კი არ ფიქრობენ, რომ აი მე ახლა ვინმემ რამე არ გითხრას, რამე საშიშროება, რამე არ დაგმართონ, არა. ერთადერთი ფიქრი, როგორ შევახწევთ იმ საფლავში. და ადამიანურად მათ რაც შეუძლიათ აკეთებენ. და რაც ადამიანურად არ შეუძლიათ, იმას თავად ღმერთი აკეთებს. თავად ღმერთი აკეთებს და ეს ლოდი გადაგორებული ხდებათ. თუმცა იქვე ანგელოზიც ხდებათ, რომელიც ეუბნებათ, რომ არ არის აქ, არამედ აღდგა. მოდი სხვაც ნახოთ. გავიხსენოთ უბრალოდ რაზეც ვისაუბრეთ. ეს არის თვითონ ჯვარცმა. ეს არის თვითონ ჯვარცმა. აქ ახლა მე ერთი ძალიან საინტერესო რამ შევამჩნია. აბა თქვენც დააკვირდით და თქვენ რა შეამჩნევთ ერთი. ისეთი რამე შევამჩნია, რაზეც შეიძლება ითქვას ჩვენ ესე არ გაგვიმახვილებია ყურადღება, რა? სად არიან ანგელოზები? აქ ზემოთ? კიდევ სად არიან ანგელოზები? აბა? ეს არის ანგელოზი? ესეც ანგელოზია, ოღონდ დაცემული ანგელოზი. ანუ ეს არის ეშმაკი. აი ეს არის ანგელოზი. შუაში ქრისტეა, ჩვენ ხედავთ. აქეთ მარჯვნივ ჯვარცმულთან ანგელოზია და მარცხნივ ჯვარცმულთან ეშმაკია. რა უდენთ? მარჯვნივ იმიტომ ანგელოზი როცა გააკრეს უთხრა რომ მეც მომიხსენა. სხვადასხვა ერთი რამ მინდა აღვნიშნო. მაგალითად, მარკოს მახარებელი, მათე მახარებელი, იოანე. იქ არის მხოლოდ ლუკა მახარებელი ამბობს მაგას ეხა რაც შენ თქვი. სხვა მახარებლები ამბობენ, რომ ორივე ავაზაკი მაცხოვარს აყვედრებდა. შენ თუ ქრისტე ხარ, იქსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი. ამასობაში აი აქ ხალხი რო იყვნენ შეკრებილი, ნახე ეს ჯარისკაცები ისინი ესენის დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, აბა შენ თუ ღმერთის ძე ხარ, აბა გიშველოს ახლა ღმერთმა და გადმოდი ჯვრიდან. და ამ დროს იესო ქრისტე თავის ზეციერ მამას სთხოვდა, რომ მამაო მიუტევე ალბათ, რამე თუ არ აიციან რასა იქმან. არ იციან რას აკეთებენო და ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ბოროტ მოქმედმო მართლაც რომ იცოდეს რას აკეთებს. აი მაგალითად შენ რო სხვისთვის ცუდს აკეთებ. შენ რო იცოდე ამას შენთვის რა ზიანის მოტანა შეუძლია, ამას არ გააკეთებ. ვაჟაბშაველა რომ ამბობს, ესე იგი ისევ მამყოფე ცხვარა და ოღონდ ამცილდეს მგელობაო. ანუ ისევ მე ვიყო დაჩაგრული, ისევ მე ვიყო ცხვარი, ვიდრე მგელი ვიყო და სხვებს ვავნო. მოციქული პავლეც ამბობს, რომ რატომ არ არჩევთო ნაწყენად დარჩენას, რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას. ამ წუთის სოფლის წესი ესაა, რომ შენ უნდა სხვა აჯობოს, შეიძლება სხვა დაჩაგრო, ოღონდ შენ არ აღმოჩნდე დაჩაგრული, შენ არ აღმოჩნდე ნაწყენი. სახარება კი სხვა რამეს ამბობს. ჯობია შენ გაწყერინონ, ვიდრე შენს გამო სხვა იყოს გულნათკენი. და ახლა შეხედეთ. როდესაც მაცხოვარს ასე დასცინიან, მაცხოვარი რას ამბობს? მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებ. და ეს რომ მოისმინა თურმე ამ მარჯვნივ მყოფმა კეთილგონიერმა ავაზაკმა, მაშინ უკვე მისი აზროვნება სრულიად შეიცვალა. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდ, ხო ის ადამიანად მოსული ღმერთია, თან ადამიანია ამავდროულად და თან ღმერთი. ადამიანი, რომელიც უდანაშაულოდ ყველაზე სამარცხვინოდ გააკრეს ჯვარზე. ჯვარზე გაკვრა საერთოდ ყველაზე სამარცხვინო სიკვდილად ითვლებოდა. ამას ჯერ კიდევ მანამდე რომაელებამდე სპარსელები იყენებდნენ, ეს რომაელების მოგონებული საჭიელი არ არის. და ყველაზე სამარცხვინოდ გააკრეს ჯვარზე, უდანაშაულოდ დასცინიან, აფურთხებენ, მოკლედ რას აღარ ეუბნებიან, შოლტით სცემენ. და ეს ამბობს, რომ მამაო აპატიე. ეს იყო რაღაცზე ადამიანური განწყობა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. იმიტომ როგორც წესი, ეს ადამიანს ესე არ შეუძლია. თუ არა ღვთისგან. და აი ამ ავაზაკმა ეს გულისხმობა ხო მიხვდა რაღაცა უჩვეულო მოვლენასთან აქვს საქმე. იმის შემდგომ
უფალს თავად აღარ აყვედრებს. პირიქით, როდესაც მარცხნივ ჯვარცმულმა ავაზაკმა უთხრა, რომ შენ თუ ქრისტე ხარ, იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენ, აი ეს მარჯვნივ მყოფი ავაზაკი ეუბნება, ჩვენ სამართლად ღირსი რომელი ვქმენით მოგვეგების, ანუ რაც დავაშავეთ, ჩვენი ავაზაკობით არა, აი ვისჯებით. ამას კი არაფერი დაუშავებია. და შემდეგ მიუბრუნდა უფალს და ეუბნება, უფალო, მომიხსენე, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. წარმოიდგინეთ, მთელი სამყარო ქრისტეს წინააღმდეგარი და აი ეს ავაზაკი ქრისტეს მხარეზე დგება. ეგ პატარა ამბავი არ არის. ისე ვაჟა-ფშაველას ლექსიდან გავიხსენებ, დაჩაგრულებზე რო ამბობს, ის კი არ არისო ბიჭობაო, დამჩაგვრელებსაც წყალობდაო. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, დაჩაგრულთათვის წვალობდაო. აი დაჩაგრულისთვის რო იწვალებ. ხო არის ხოლმე ზოგჯერ რომ აი კლასში დავუშვათ ერთ ადამიანს დასცინია. და იმ დაჩაგრულის მხარეზე რო დადგები და რო გამოეკომაგები, აი ბიჭობა ეგ არის. ის კი არა რომ შენ ცხებს საყვე და დასცინო. აი დაჩაგრულს რო გამოეკომაგები, აი ეგ არის ბიჭობა. აი დაჩაგრულის მხარეზე რო დადგა. ეგ იყო ამისი ძალიან დიდი სიმამაცის მაჩვენებელი. და ნახეთ, უფალი ეუბნება იმ სიტყვებს ამ ავაზაკს, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის სანატრელი, რომ ჩვენ ეს უფლისგან მოვისმინოთ. ასე ეუბნება, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში. აი ეს არის სიტყვები, რისთვისაც ღირს ადამიანმა რომ მთელი ცხოვრება გაატაროს. და თუ ჩვენ ეს სიტყვები უფალმა არ გვითხრა, რომ დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში და ჩვენ თუ სამოთხე ვერ დავიმკვიდრეთ, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ წუთის სოფელში გატარებულ თითოეულ წუთს არანაირი ფასი არ აქვს. თუ ჩვენი ცხოვრების ყველა დღე არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ სასუფეველი მოვიპოვოთ და უფალთან ერთად ვიყოთ, მაშინ ის დღე ფუჭად არის ჩავლილი. ანუ ის დღე მიზანს არის აცელილი, ტყუილად გატარებული. და აი ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოისმინა ამ ავაზაკს. სხვადასხვა ამ ავაზაკთან დაკავშირებით ერთი ასეთი გარდამოცემა არსებობს, ჩვენ ეს არაერთხელ გვითხოვს, მაგრამ რადგან ამ თემას უკავშირდება, მოდი ერთხელ კიდევ გავიხსენოთ, ცოტა ხანდა მეტი. გახსოვთ მეფე ჰეროდემ რო გაიგო, რომ იუდეაში მეფე დაიბადა, იესო ქრისტე აღმოსავლეთიდან წამოსულმა მოგვებმა რო უთხრეს, ვეძებთო სად არისო რომ მივიდეთ და თაყვანიცვეთო, ეს რა მეფე ჰეროდემ გაიგო. გადაწყვიტა რომ წასულიყო და მოეკლა იქ ყველა ბავშვი, დაეხოცა და ბეთლემში და მის შემოგარენში 2 წლისა და უფრო პატარები დაახოცინა იმ იმედით, რომ ერთ-ერთი აუცილებლად იესო იქნებოდა ახალშობილი, ხო? და ამ დროს ანგელოზი გამოეცხადა მართალ იოსებს და უთხრა, რომ ადექი წაიყვანე დედა იესოსი, ანუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ეგვიპტეში გაიქეცით. და აი ეგ ისტორია რო იცი, ეგვიპტეში რომ მიდიან, გზაში თურმე ამათ ავაზაკები დაესხნენ. არა და რა ძალა აქვთ ამათ, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ, წარმოიდგინეთ. იესო პატარა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მანდილოსანი, მოხუცებული იოსები და ერთ-ერთი ხორციელ ძმას წოდებული, ანუ იოსების შვილი იაკობი თან ახლავს. ადამიანურად რო შეხედო, რა ძალა უნდა გაუწიონ. და აი ამ ავაზაკს ერთ-ერთ ავაზაკთა ბანდის მეთაურს რომ დაუნახია, რომ თურმე პატარა ბავშვი ყოლიათ და უნახია და ძალიან მოსწონებია. უთქვამს სხვა ავაზაკებისთვის, რომ ჩვენ რომ გაგვიგონია, რომ ღმერთი ადამიანად უნდა მოვიდეს, ის თუ ადამიანად მოვა, ამაზე მშვენიერი მაინც არ იქნებაო. ანუ ფაქტიურად რა, იმ პატარა ბავშვი ღმერთი ამოიცნო. და უთქვამს სხვა ავაზაკებისთვის, რომ ამათ ხელი არ დავადოთ, არც გაუძარცოთ და არაფერი და მშვიდობით გააცილეს და იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მისთვის უთქვამს, ჩემი ძე და ღმერთი ამ სიკეთეს შენ არ დაგივიწყებს და სიკეთით მოგაგებსო და გარდამოცემა ამბობს, რომ აი ეს ავაზაკი იყო სწორედ ის, მაშინ რომ ეგ გააკეთა. ან იქაც პატარა ბავშვი ღმერთი ამოიცნო და აქაც ჯვარცმულში სწორედ ღმერთი ამოიცნო, რადგან ამბობდა ამას არაფერი დაუშავებია. არც ერთი ადამიანია, ვისაც არაფერი დაუშავებია, ყველამ რაღაცა დააშავა.
ყველანი ცოდვილები ვართ. ერთადერთი ადამიანად მოსული ღმერთია, ვისაც არ დაუშავებ. აი ავაზაკთან ნახე ეშმაკები მოდიან. იმასთან ანგელოზი. ეხლა ნახე რას ნიშნავს? ჩვენ როდესაც რაღაცა განსაცდელი გვაქვს. ჩვენი განსაცდელის დროს თუ ღმერთს ვაყვედრებთ და ვამბობთ, რომ აბა სად არის ღმერთი, რატო არ მშველის? ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ მარცხნივ ჯვარცმულ ავაზაკს ვემსგავსებით. ანუ ეშმაკი მოდის, რას ნიშნავს? იცი შენ ეს ფიქრები არასახთოა. ეს ღვთის ანგელოზისგან არ არის ეგ ფიქრები. მაგრამ აი ამას რა ფიქრებიც ქონდა მარჯვნივ ჯვარცმულს, რომ ჩვენ რაც დავაშავეთ იმის შესაბამისად ვისჯებით, ეგ სახთო ფიქრებია. და ადამიანი ამ დროს შვებას განიცდის, როდესაც თითოეულ განსაცდელის ღირსად საკუთარ თავს ჩათვლის, ამითი განსაცდელი უმსუბუქდება. ერთ-ერთი წმინდა მამა, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ასე ამბობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ მოდი ცოტა ხნით ასე გადავიდეთ. აი, ეს მინდა კიდევ ერთხელ გავიაროთ. მივხვდით ალბათ რაც არის ეს. საიდუმლო სერობაზე მაცხოვარი ადგა, ანუ ეს ის დღეა, როდესაც პირველად აზიარა თავისი მოწაფეები. ეხა ის ხატი აღარ გახსნა როგორც ჩანს. საიდუმლო სერობაზე, აი იმ დღეს, როდესაც პირველად აზიარა მოწაფეები, ანუ დიდ ხუთშაბათს. აი 4 დღის წინ რო ხუთშაბათი იყო. ადგა მაცხოვარი, საბანანში წყალი ჩაასხა, ტილო წესზე მოიტყა და მივიდა მოციქულებთან ფეხი უნდა დაებანა. და რომ დაბანა ყველას ფეხი. მერე დაჯდა და ეკითხება, იცი თუ რა გავაკეთეო? თქვენმე უფალს და მოძღვარს მიწოდებთ და მე მართლაც ვარ თქვენი მოძღვარი და უფალი. და თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხი, ანუ ღმერთი, რომელმაც მთელი სამყარო შექმნა, ის ადამიანად მოვიდა და მერე ფეხი დაგბანა. გესმით, აი, როგორ დაიმდაბლა თავი. თქვენც ერთმანეთს უნდა ფეხი დაბანოთ. და ნეტარი იქნებით, ანუ ბედნიერი იქნებით, თუ თქვენ ამას მიხვდებით და ამას გააკეთებთ. ანუ თუ თქვენ ერთმანეთს მოემსახურებით, ბედნიერი იქნებით. აი ამაში ესაა. დემეტრე რას ამბობდი? ეს თქვა გინდოდა, აბა? პირველი როგორც ვიცი, მარჯვენა რა იყო? გავაზაკი მოხდა სამოთხეში. პირველია გავაზაკი შევიდა სამოთხეში. ისე რომ ნახეთ, მანდაც ძალიან დიდი ნუგეში გვაქვს ჩვენ. შეიძლება ადამიანი ცუდად ცხოვრობდა, მაგრამ შენი სული გადარჩეს საბოლოო ჯამში. მე მინდა გაგახსენოთ მამა პაისის ფილმიდან ერთი ასეთი შემთხვევა. მე გირჩევთ, რომ საერთოდ აი ამ სერიებს ორ სეზონად არის და სულ დაახლოებით 20 სერიამდეა, თუ არა ვცდები. ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი. მე ეგეთი ფილმი არ მეგულება სხვა, ესე იგი მეორე. ის კი არა ორჯერ და სამჯერ და ხუთჯერ რაც რო უყურო, არ მოგწინდება. ისეთი საუბრებია და თან ჯანმრთელი ქრისტიანობა რაც არის, აი ეგეთი საუბრები. გახსოვთ პატარა გიორგი რო იყო. მეზობელს რაღაცა მოპარა, ობიოს ქვაბი მოპარა და არ იყო მოხარ. ხო და ნახე, მე ახლა მინდა ეს დიალოგი გამახსენოთ უბრალოდ, რა მე შეიძლება არ მახსოვდეს. გიორგი რო სატრაპეზოში სხედან და გიორგი რო ლობიოს ჭამს იქ მამა პაისის მონასტერში. რა დიალოგია გახსოვთ? გიორგი რო ეუბნება, რომ მე ყველა ამბობს, რომ მე ძალიან ცუდი ვარ, მამა პაისი რო ეუბნება, რა კარგი ბიჭი ხარო გიორგიო. გახსოვთ? ყველა ამბობს, რომ მე ცუდი ვარ. გახსოვთ მე მამა პაისი რას ეუბნება? არ მოусმინო მაგასო, რომ ყველა ამბობს, რომ ცუდი ხარ. იმიტომ რომ მე შეიძლება შენც დაიჯერო ეგო, რომ მართლა ცუდი ხარ. და ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ ცუდი ვარ, მე მართლაც ეცდება, რომ ცუდად მოიქცეს. პირიქით, ადამიანმა უნდა დაიჯეროს ის კი არა, რომ ცუდია, არამედ უნდა დაიჯეროს, რომ ღვთისშვილია და ისე უნდა მოიქცეს, როგორც ღმერთის შვილს შეეფერება. ჩვენ ხო ყველანი ღვთისშვილები ვართ და ჩვენ კი უნდა დავაჯეროთ ჩვენს თავს, რომ ჩვენ ცუდები ვართ და რახან ცუდი ვარ, მოდი ავდგე და ცუდად მოვიქცე.
პირიქით ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ კარგი ვართ, რომ ღვთის შვილი ვართ. გესმიდა? თუ რაღაცას ცუდად ვაკეთებდით აქამდე და ხალხს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ჩვენ ცუდები ვართ. ეხლა ისე გავაკეთოთ, რომ ხალხს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კარგები ვართ. გესმით? მაგრამ ეს რომ გააკეთო, ჯერ შენ უნდა დააჯერო შენს თავს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ფეხბურთის ამბებიდან. აი მაგალითად გუნდი გავიდა ცოტა ესე სერიოზულ შეჯიბრებაზე. მაგრამ შინაგანად არ აქვს ეს მენტალიტეტი საჩემპიონო. შეიძლება ძალიან კარგი გუნდი აქვთ, მაგრამ შინაგანად ფსიქოლოგიურად ვერ არიან მომზადებულები და ამიტომაც მარცხდებიან. გუნდი რომელიც გამოდის და შინაგანად ჯერა რომ გაიმარჯვებს, ის უფრო მეტ წარმატებას აღწევს. ანუ შინაგანად შენ უნდა გჯეროდეს, რომ შეგიძლია რომ კარგად გააკეთო და მართლაც გააკეთებ კარგად. შინაგანად თუ ყურებ ჩამოყრილი ხარ და გონია რომ აი მე ახლა ამას როგორ უნდა მოვუგო, აი ამ ორი მოჭიდავე გავიდა დაუშვათ შეჯიბრებაზე და გავიდა და უკვე ეშინია, აი მე ახლა ამას რა მოუგებს. გესმით? ის უკვე ნახევრად დამარცხებული. მაგრამ შენ თუ გადიხარ იმ შემართებით რომ მე უნდა ამას ვაჯობო და ეს მე შემიძლია შენს თავს თუ დააჯერებ, უფრო დიდი შესაძლებლობაა რომ გაიმარჯვო. აქაც ესე თუ შენს თავს დააჯერებ რომ მე შემიძლია რომ კარგად მოვიქცე და ხალხს შთაბეჭდილება შეუცვალო, მართლაც გააკეთე. აი ეს არის რა არის აბა ეს თუ გახსოვთ. ეს არის სიმონ კეთრონის სახლში, როდესაც სამი სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი არის სიმონ კეთრონის სახლში, როდესაც ერთ-ერთი მანდილოსანი შემოდის, არის კიდე ლაზარეს, მართას და მარიამის სახლში და არის სიმონ ფარისევლის სახლში. სხვადასხვა სამი შემთხვევა სახარებაში აღწერილ, თუმცა ძალიან გავს ეს სამი შემთხვევა ერთმანეთს. მოდის ერთ-ერთი ქალბატონი და ფეხებს უკოცნის, თმებით, ცრემლებით უსველებს და თმებით უმშრალებს და ძვირფას ნესაცხებას ცხებს. აი ნახეთ მეორე, ნახეთ თავზე ძვირფას ნესაცხებას ცხებს და ამ დროს მოწაფეები ამბობენ, მათ შორის იუდაც. რატომ დაიღარა ეს ნესაცხებელი, რატომ არ გავყიდეთ და რატომ გლახაკებს არ დაურიგეთ. გახსოვთ მე რომ გითხარით, მე ნესაცხებლე დედებმა მეთქი ვერ მოასწრეს. ჯვრიდან გარდამოხსნის დროს ნესაცხებლით შეეზილათ. აქ რას ამბობს? გაანებეთო თავიო, გლახაკები ყოველთვის თქვენთან არიანო და მე არა მარადის თქვენთანა ვარ, მე არ ვიქნები მარადის თქვენთან. ნუ თავის გარდაცვალებაზე საუბრობს და აი ამ ქალმაო ჩემს დასაფლელად გააკეთა ეგო. ანუ ფაქტიურად აი ამ მოქმედებით იწინასწარმეტყველა ჯვარცმა და როგორც მიცვალებულს შეზილავდნენ ხოლმე, აი ასე გააკეთაო ამ ქალმა. და სადაც იქადაგება სახარებაო, მაშინ ჯერ სახარება დაწერილი კი არის ყოფილი რომ ამას ამბობ. ყველგან ითქმება ის რაც ამ ქალმა გააკეთაო და მართლაც ეგრეა. სოფლიოში სადაც სახარებაა ნაკადაგები, ყველა მიცის ამ ქალის ამბავ, რომ ან ესეთი რამე გააკეთა. კარგი. ნახო არ გადავღალეთ. 48 წუთი არა ძღლით. დაიღალეთ, მარტოს სკოლა არ იყო. მოდი თქვენ შეკითხვებს მოусმინოთ და მერე ვნახოთ ერთ-ერთი ფილმი ერთი ძალიან მამაცი ბიჭის შესახებ, რომელიც სწორედ ქრისტეს აღდგომას უკავშირდება. ჩვენ ეს ფილმი ნანახი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახოთ და ეს არის მართლაც გენიალური ფილმი, ქართული ფილმი. მამაო როდის დაიბადეთო და სხვადასხვა თარიღები წერია ეს. სავარაუდო თარიღები ავირჩიოთ. 2026 წელი. ნუ ეს სავარაუდოდ უნდა გამოვიწყოთ ალბათ. 2000 წელი და ის რო არის. მამიო, ხვალო რა დღეა? ორშაბათი თუ პარასკევიო და ცოტა ახლო მაინც კითხეო. მამაო
აკაც ეგრე 2026 წელი, 2000 წელი და 1948 წელი. ცოტა ახლო დაწერეთ ხოლმე. 1986 წელი. მამო, თუ შეიძლება რა? შეჯიბრე თუ არა. თუ შეიძლება ну, ალბათ ეს არის, თუ იქნება კვერცხების შეჯიბრებაო და იქნება. ცოტა ძნელად წავიკითხე და კითხვის ავტორს მივმართავ, თუ სწორად ვერ წავიკითხე, შეუძლია რომ ისე მკითხოს. სხვა რელიგიის მიმდევარი ადამიანის შეყვარება ცოდვაო? შეყვარებაში რას გულისხმობ? თუ თქვენ ესე იგი როგორც მეგობარს, როგორც ადამიანს შეიყვარებთ, რომ ესე იგი მას პატივისცეთ, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ თუ დაუშვათ ფიქრობთ იმას, რომ მასთან აი ქორწინებას გულისხმობთ, ეს რა თქმა უნდა არ გამოვა ეგ ამბავი. ბევრი რაღაცის გამო არ გამოვა. იცი რატო არ გამოვა? ყველაზე მთავარი რომ შენ ქრისტესთან ერთად გინდა და მას არ უნდა ქრისტესთან ერთად. სულ პრობლემა იქნება ოჯახში. სულ პრობლემა იქნება. მერე შვილი დაიბადება, ახალი პრობლემები გაჩნდება. როგორ რანაირად საით წავიდეს ეს ბავშვი. პრობლემები იქნება მარტო შენთვის და მეუღლისთვის კი არა. იმ ბავშვისთვისაც. წარმოიდგინეთ, დაიბადა ბავშვი და უკვე გაორებულია, რა გააკეთოს არ იცი. დედაც უყვარს, მამაც უყვარს. სიტყვაზე ვამბობ, დედა მართლმადიდებლურ ტაძარში დადის, შვილი სხვაგან დადის, სადაც შეიძლება სრულიად საწინააღმდეგოა იმ რწმენისა და სოფხედველობისა. შვილი არის გაორებული და იტანჯება ამით. მერე კიდე რა გზას დაადგება, ეგ კაცმა არ იცის. ამიტომ მორწმუნემ არა მარტო სხვა რელიგიისა ბავშვებო. მორწმუნემ უნდა ეცადოს, რომ მორწმუნე ადამიანს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება. იმიტომ რომ ნახეთ რა ქვია მეუღლე ხო ქვია. მეუღლე რას ქვია? ერთ უღელში რო ხართ შევმოლი და უნდა იაროთ ქრისტესკენ. ეხლა რომ ერთ უღელში ხარ შევმოლი და შენ ქრისტესკენ გინდა წასვლა და ის სადღაც უკან იწევს. წავა საქმე ეგრე არ წავა. ამიტომ აი ვაჟებსაც, გოგონებსაც გირჩევთ, რომ ისეთ ადამიანს დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება, ისიც რომ ქრისტესკენ მიდის. იმიტომ რომ ქორწინების მთავარი მიზანიც ეგ არის. ქორწინების მიზანი არ არის ხალხის გამრავლება. არ არის მიზანი ეგ. ქორწინების მიზანი რა არის? ორი ძირითადი გზა არსებობს. ერთია ქალწულება, ანუ მონასტრული ცხოვრება, მეორეა ქორწინება. ორივეს მიზანი ის არის, რომ ზოგმა მარტო, მონაზონი ხო მარტო ცხოვრობს ნიშნავს. მონოს არის მარტო, ზოი არის ცხოვრება. მონაზონი მარტო ცხოვრობს ნიშნავს. ვიღაც მარტო მიუყვება ამ გზას. ვიღაცას არ შეუძლია რომ ესე მარტო მიუყვებოდეს. ამიტომ ნახეთ რა ხდება. ოჯახდება და ერთი მთლიანობა ხდება. ხო არის მეორე ნახევარი. ხო ესა მეოჩემი მეორე ნახევარი და სწორია. ოჯახი არის ერთი მთლიანობა, ცოლი და ქმარი და ორივე კაციც და ქალიც არის ერთი ნახევარი. როდესაც ერთდებიან ქორწინება ხდება, ეს უკვე ერთი მთლიანობა და ერთად მიუყვებიან ქრისტეს გზას. და თუ ისეთ ადამიანთან ერთად მიუყვები ქრისტეს გზას, რომელიც პირიქით უკან გეკაჩება ამ წუთი სოფლისკენ, ძალიან გაგიჭირდება. არის ხოლმე ასეთი ილუზიაც, რომ ჯერ დაოჯახდეთ და მერე მოვაქცევთ ჩემს მეუღლეს და მე იმასაც მოვიყვან. ეს ილუზია. ეგრე ძირითადად არ ხდება. აი ჩვენ გქონია რამდენიმე შემთხვევა ესეთი და არ ხდება. ის კი არა, თვითონაც ვეღარ მოდიან ტაძარში. ახლა რატო ვერ მოდიან? მოდი ცოტა მოზრდილები ვიცხართ იმათვის, რატო ვეღარ მოდიან? დავუშვათ, აი გოგონა ხარ მორწმუნე ადამიანი. და გაყევი ურწმუნო კაცს ცოლად. ახლა ნახე, შენ რომ ლოცულობ, ის ისე კი არ აღიქვამს, რომ შენ ის აღიქვამს, რომ შენ ტყუილა დროს კარგავ. შენ წირვაზე მოდიხარ, ის ფიქრობს, რომ რა ტყუილა კარგავ ამ დროს, სად დადიხარ. ესმის
თუ ცოტა უფრო მეტად გონიერია და კეთილგანწყობილია ღვთის მიმართ ისიც არა, ზოგი არის რომ ხელსაც უწყობს მეუღლეს, მაგრამ არ არის ეს ხშირი. ხშირად არის რომ ღიზიანდა ეს აღიზიანებ, თან იქ ეშმაკიც მოქმედებს. ხოდა მე უწის აი ამ მორწმუნე ადამიანს უკვე ტაძარში არ ჩვენ ისეთებიც ვიცით რომ მეუღლები საერთოდ უშლიან ტაძარში მისვლას. ხელის შეწყობაზე ზედმეტი აქ ლაპარაკი. ამიტომ შენ თუ დაუკავშირებ შენს ცხოვრებას იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც შეძლებ რომ ქრისტეს გზაზე იარო, ეს საუკეთესო იქნება. მერე თან ნახე რა ხდება. შენ რომ შეძლო ტაძარში სიარული, წამოხვალ წირვაზე დადგები. მაგრამ ნახევარი გული ოჯახში გექნება, რომ შენ წამოხვედი, მაგრამ მეუღლე და შვილები ვერ წამოვიდნენ. და სიხარულით სრულყოფილი არ გექნება. შენ ეზიარე და გიხარია, მაგრამ თან გულით ტკივა, რომ ისინი უზიარებელი დარჩნენ. ამიტომ თავიდანვე ეცადეთ, როგორ არის ნათქვამი, ხნაში გარიგება ჯობია მკაში გარიგებას. თავიდანვე დააკვირდი, შეხედე, დაუკავშირე ისეთ ადამიანს შენი მთელი ცხოვრება. ეს ხო ის არ არის, რომ დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ, მოიზომო ბაზრობაზე რაღაცა პიჯაკი და არ მოგეწონოს, ახლა ჩამოკიდე, ახლა სხვა. ეგრე არ არის. გული ერთსა დააჯეროს. გახსოვთ ვაჟა-ფშაველა? ერთ ადამიანს უნდა დააჯერო გული, ერთი უნდა მოიყვანო, ერთთან უნდა დაოჯახდე, მთელი ცხოვრება უნდა იტვირთო, ეს არის ჯვარი. ეს არის ჯვარი, რომელსაც შენ ტვირთულობ. რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანთან რო დაოჯახდე, იქაც გექნება რაღაცა განსასწრებელი. ჯვარია მეთქი, ხო? ჯვარია. იმის ცუდი ხასიათების მოთმენა მოგიწევს. მაგრამ იმასაც მოუწევს შენი ცუდი ხასიათების მოთმენა. ისე არ არის, რომ შენ ანგელოზი ხარ და სხვა რაღაც საშუალებს. ორივე რაღაცას ითმენს ერთმანეთის სიყვარულით. ხო და იქაც იქნება განსასწრებელი, მაგრამ აი ამ ყველა განსასწრებს ფარავს ის, რომ თქვენ იცით, რომ ორივე ღვთის ერთგულები ხართ და აი ეს განუგეშებთ ორიოს. რო ღმერთი იქნება ოჯახში. მე ესეთი ოჯახის, ესეთი ცოლ-ქმრის შვილები იმ წიაღში აღზრდილები ნელ-ნელა თავად ისწავლიან ღვთისმსახურებას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მაგალითით, მშობლების მაგალითით. ესე რომ ეს თავიდანვე გაითვალისწინეთ. შეიძლება საძინებელ ოთახში ხატების კუთხის გაკეთება, შეიძლება, როგორ არ შეიძლება, თუ დავუშვათ ახლა ზოგი ოჯახი ისე ვიწრო ცხოვრობს, რომ არ არის საამისოდ ხელსაყრელი პირობები, რომ ცალკე ოთახი იყოს გამოყოფილი ხატებისთვის. მაგრამ არის ხოლმე ისე, რომ აი ხატების წინ რაღაც ფარდაა ხოლმე და ამ ფარდას გაწევენ ხოლმე და ისედაც აი ჩვენ უნდა მოვერიდოთ, რომ აი დავუშვათ სიტყვაზე ვამბობ, ტანზევით გახდილი ხატებთან გაიარო რაღაცა, ეს მოგზალება არის საჭირო. ამიტომ აი რაც უფრო მეტად მოგზალებით ვიქნებით ხატებთან, მით უფრო მეტად ჩვენი სულით იქნება დაცული. ხატებს კი ვერ დააკლებთ ვერაფერს, მაგრამ აი ამ დამოკიდებულებით ადამიანის შინაგანად შეიძლება დაზიანდეს. ჩავეხუტოთ გვერდით ჯდომს. ბაბა, ჩაეხუტეთ. მოდი მე ნიკოს უნდა ჩავეხუტო. მე ნიკოს ჩავეხუტებ. როგორ არა, აბა რამდენი გისყედან, ჩაეხუტეთ რა. არა, არის ხოლმე ხშირად. მოდი, აბა ერთად ვნახოთ ახლა. ხო ჩავეხუტეთ. და ახლა ერთად ვნახოთ ერთი მამაცი ბიჭის ძალიან გმირული ამბავი.